წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ხალხმრავლობით არის გამორჩეული საქართველოს ზამთრის კურორტები, რასაც თავისი მიზეზები აქვს. გარდა დასვენების და სრიალის საზამთრის სპორტის სახეობების მოყვარულთა დიდ ინტერესს უკვე რამდენიმე წელია სათხილამურო ფედერაციის ეგიდით უმაღლეს დონეზე ორგანიზებული მსოფლიო თასის ეტაპები იწვევს. სკი და სნოუბორდ კროსის ეტაპების გამართვამდე ბაკურიანმა უკვე უმასპინძლა სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპს, რომელიც მოგულის დისციპლინაში გაიმართა. შეჯიბრებაში 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი მონაწილეობდა. უფრო მეც ამ თემის ირგვლივ ლაშა ბერძენიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოში დაიწყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. პირველი მასპინძელი ბაკურიანია. კოხტა გორაზე მოგულში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობენ. მას შემდეგ რაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ სრულინდობა გამოგვიცხადა, ჩვენ ყოველწლიურად მუდმივ კალენდარში ვალდებულება გვაქვს რომ ჩავატაროთ მსოფლიოს ეტაპები. 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი მონაწილეობს. შესაბამისად ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისეთ არხზე, როგორც არის ევროსპორტი და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ცნობადობა უფრო მეტად გაიზრდება. მოგულის დისციპლინაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრასა დღეს 19 ქვეყნის 91 სპორტსმენმა გაიარა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მამაკაცებში საუკეთესო ფრანგი ბენჟამინ კავე გახდა. ქალებში კი პირველი ადგილი ამერიკელმა ოლივია ჯაკომ დაიკავა. ამ კონკურსმა ჩემთვის ძალიან კარგად ჩაიარა. ძალიან მიხაროდა თითოეული დაშვების, ერთი მეორეს მიყოლებით დამთავრება. არ ველოდი გამარჯვებულად წამოსვლას, თუმცა ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. შეჯიბრის საორგანიზაციო საკითხებს ფისის წარმომადგენლები აკვირდებიან. ტურნირი ხვალ დუალ მოგულის დისციპლინით დასრულდება. ძალიან სასიამოვნო და კარგი ღონისძიება იყო. მსოფლიოში ყველაზე გრძელ ბილიკზე დიდი ბრძოლა გაიმართა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის. ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს და ბაკურიანს, რადგან საორგანიზაციო კუთხითაც და ასევე პერსონალის მხრივაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. მოწყობილი ამ ულამაზეს ბაკურიანში. საქართველოს წელს კიდევ ორ მსოფლიო თასს უმასპინძლებს. მარტის დასაწყისში გუდაურში სკი კროსის და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასები გაიმართება. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედია პლატფორმებზე შუქდება, რომელთაც ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი